საქართველოს პოსტა განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. დაგეგმილ რეფორმებსა და ცვლილებებზე ჩვენ სტუმართან, საქართველოს პოსტის გენერალურ დირექტორთან გიორგი ერაძესთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის და სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საქართველოს პოსტის მომხმარებლებს, სრულიად საქართველოს. ბატონო გიორგი, საქართველოს პოსტამ 30 წელთან დაკავშირებით საიუბილეო მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა. რა როლი, მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს აღნიშნულ მარკას საქართველოსთვის? დიახ, მართალია, გუშინდელი ღონისძიება ეძღვნებოდა მარკას, ქართული ფული, ეროვნული ვალუტა 30 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ მარკა, საფოსტო პროდუქტი, არამედ ეს არის იდენტობის, ეროვნული იდენტობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ისტორიული მეხსიერების მატარებელი. აქედან გამომდინარე მარკა, რომელიცაც ჩვენ უკვე მალე გზავნილებს დავიწყებთ, კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შესცემს ეროვნულ ვალუტას. ცხადია. დაგეგმილ ცვლილებებზე მინდა გავაგრძელოს საუბარი, ჩვენი საუბარი. რა არის მთავარი გეგმა, გულისხმობს საქართველოს პოსტის, თუ გაგრძელდება ის რეფორმები, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, აი თქვენი მოსვლის შემდეგ ხელმძღვანელობის რა რეფორმებს გეგმავთ? დიახ. მეორე შეკითხვით დავიწყებ. დიახ, რეფორმები რაც აქამდე იყო, შეფასდება ეფექტურობის მიხედვით და იმ შემთხვევაში თუ წარმატებული არის პროექტები, აუცილებლად გავაგრძელებთ. თუ რაიმე ცვლილება არის საჭირო, ამას უკვე არსებული ახალი სტრატეგიის ფარგლებში გადავამუშავებთ. რაც შეეხება გეგმებს და ხედვას, დიახ, ჩვენი ვიმყოფებით ახალ ეტაპზე. ჩვენი გეგმა არის ციფრული ტრანსფორმაცია, ტექნოლოგიური განვითარება, ასევე საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და ხარისხის გაუმჯობესება. კი ბატონო, ხარისხის გაუმჯობესებაზე მინდა გკითხოთ, როგორ გაუმჯობესდება სერვისის ხარისხი და ასევე, როდესაც პოსტაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია დროული მიწოდება. ამ მხრივ რა გეგმები გაქვთ? ხარისხის გაუმჯობესება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის სწორი საკვანძო მაჩვენებლების შემუშავება ყველა მიმართულების კუთხით, ასევე დანერგვა მომხმარებელთან უკავშირის სისტემის, რაც მოგცემს საშუალებას ლაივ რეჟიმში აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რა ხარვეზებიც ამ ეტაპზე გვაქვს, დროულად ვიმოქმედოთ, გავაუმჯობესოთ, დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის საჭიროება, რაც მოგცემს უკვე იმის შესაძლებლობას დროულად დავინახოთ, თუ საით უნდა მიუმართოთ ჩვენი ძალები. დიახ, ბატონო გიორგი, დამეთანხმებით, როდესაც ხელმძღვანელი იცვლება სამსახურის, თანამშრომლებს აქვს მოლოდინი, რომ მდგომარეობა კიდევ უკეთესი გახდება. რა იქნება თანამშრომლობის мотиваცია? პირველ რიგში მინდა ვისარგებლო ეთერით და საქართველოს პოსტის ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადაუხადო გაწეული სამსახურისთვის. დიახ, мотиваციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მოტივირებული თანამშრომელი წარმატებული კომპანიის საწინდარი არის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე გეგმა. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის გადამზადებები დავიწყოთ, რათა ახალი უნარები შევძინოთ თანამშრომლებს, მივცეთ შესაძლებლობა კარიერული წინსვლისთვის, შევქმნათ სამართლიანი საბონუსო სისტემა, რაც მათ უფრო მეტ мотиваციას მისცემთ თავის საქმიანობაში. კი ბატონო, ასევე მინდა გკითხოთ საერთაშორისო პარტნიორებთან რა როლს ითამაშებს პოსტა? პოსტა მჭიდრო როლს თამაშობს საერთაშორისო პარტნიორებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პოსტა არის საერთაშორისო საფოსტო კავშირის წევრი და საკმაოდ საინტერესო ბიზნეს მიმოცვლა მიმდინარეობს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში დავგეგმავთ. ამის გარდა კიდევ გეგმავ საქართველოს პოსტა გაერთიანდეს კიდევ უფრო მეტ ძლავრ გლობალურ ქსელში. კი ბატონო, ონლაინ ვაჭრობაზეც მინდა გკითხოთ ბატონო გიორგი, როგორ დაეხმარება პოსტა ონლაინ ვაჭრობას და e-commerce-ს? ჩვენ მუშაობთ უკვე ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან და კომპანიებთან, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას, ვგეგმავთ, რომ რეგულარულ კომპანიებთან კიდევ უფრო განახლებული შეთავაზებები მივაწოდოთ, რაც აისახება მათ ბიზნეს საქმიანობაზე. კი ბატონო, ცხადია გვაინტერესებს საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, თუ სარგებლობით და პოსტის რა პროდუქტებით სარგებლობდით? სხვათა შორის პრაქტიკულად ყველა საფოსტო პროდუქტით ვსარგებლობდი და ძალიან საინტერესო. რამდენად ერთგული მომხმარებელი იყავ?
და საკმაოდ საინტერესო პროდუქტები აქვს საქართველოს პოსტას, მინდა აღვნიშნო, ასე რომ პრაქტიკულად ყველა პროდუქტი, რაც კი საქართველოს პოსტას აქვს, მათ შორის არის საფოსტო ბარათები, პირადი გზავნილები, აქვს ასევე მიმართულება მალეოს კუთხით, ყველა პროდუქტით აქვს მიღებული სერვისი. კი ბატონო, მართალია ცოტა დრო არის მას შემდეგ რაც ხელმძღვანელად დაინიშნეთ, თუმცა საინტერესოა გადაცემის დასასრულისგან მივიდივარ და მინდა გითხოთ, რამდენად მოთხოვნადია თქვენი ერთი შეხედვით ამ მცირე დროის დაკვირვებით, რამდენად მოთხოვნადია საქართველოს პოსტის სერვისები მომხმარებლისთვის? დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტები დანერგილი და ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიმუშავოთ ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგანაც როგორც მოგეხსენება და ვახსენეთ, გვაქვს მიმართულება მალეო, სადაც ჩვენ ვახორციელებთ ელექტრონული კომერციის ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე გვაქვს ჩართული ისეთი ქვეყნები, მოთხოვნადი ქვეყნები, როგორც არის საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, საფრანგეთი. ამის გარდა გვაქვს სწრაფი გზავნილები, როგორც არის EMS-ი, გვაქვს უფრო შედარებით შეღავათიან ტარიფში არსებული სხვა პროდუქტი, ამიტომ ამის უფრო მეტად ინფორმაციის მიწოდებას გვეგმავთ მოსახლეობისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ისარგებლოს ამ სერვისით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და თქვენი დროის დათმობისთვის. წარმატებებს გისურვებთ ახალ პოზიციაზე. მე კი დაგემშვიდობებით აქვე საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე იყო ჩვენი სტუმარი.